გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო. დღეს ჩემი საავტორო გადაცემაა წამი. წარსული აწყო მომავალი. მე მისი წამყვანი ალექსანდრე კასრაძე. დღეს სტუმრად ყავს ჩემი უახლოესი მეგობარი გოჩა ცოფურაშვილი. დღევანდელი დღე სამწუხაროდ ჩვენთვის განსხვავებული ფორმატითაა. სამწუხაროდ იმიტომ ვიტყოდი, რომ დაგვიყოფა უახლოესი მეგობარი, თანამებრძოლი. ქვეყნისათვის ვიტყოდი ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, თავისი სულიერებით, გონებით და რა თქმა უნდა პატრიოტიზმით. ის არა ჩვენ უახლოეს მეგობრებს დაგვაკლდა როგორც ერთგული თანამებრძოლი, ძმა და მეგობარი, არამედ ადამიანი, რომელიც მე ვიტყოდი დღეს ყველა ძალიან ჭირდებოდა საქართველოს. ეს იყო თემურ მაისურაძე. ადამიანი, რომელზედაც ალბათ ჩვენზე მეც დაუსრულებლად ილაპარაკებენ ის ადამიანები, ვინც იცნობენ ამ ადამიანს და მათთან თუნდაც ერთეული შეხვედრებიც კი საკმარისი იქნებოდა, რომ ამ ადამიანის შესახებ წარმოდგენა მიეღოთ ის განუხუნარი შთაბეჭდილებებით შესულიყო მათ ცნობიერებაში, ასე ვთქვია, ნამდვილი გულიანი კაცი. ჩემო გოჩა, ჩვენ კარგახანია მეგობრობდით ამ კაცთან და ძალიან მიმძიმს წარსულ დროში საუბარი. მასზე, რამე თუ ეს ადამიანი ჩვენთვის მარტო მეგობარიც არ იყო, ეს იყო, მოღვაწე ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვერდში გვედგა და იმედით უყურებდით ყველა მის ნაბიჯს და ეს მარტო არა თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ნაწილშიც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ასე მიმდინარეობდა. მინდა მისი სულის მოსახსენებლად მოვიფეროთ მის სულს, პირდაპირ ქართველები ვართ და ცოტა უფრო ისე ვიტყვი, შინაურად და ახლობლურად. მოდი გავიხსენოთ. კი ბატონო. მივესალმები მაყურებელს. დიახ, მართლაც ისეთი მძიმე ფორმატია, როდესაც საუბრობ მეგობრის გარდაცვალებაზე, რომელიც გუშინ წინ გარდაიცვალა დილით და შაბათს არის სხვათა შორის გამოსვენება სიონის საკათედრო ტაძრიდან და დაასაფლავებენ ახალ პანთეონში ელიაზე. მოკლედ 2 საათი სიონის ტაძრიდან გამოსვენება, ვისაც აინტერესებს. ძალიან რთულია ახლა წარსულში საუბარი თემურზე, იმდენად აქტიური, ცოცხალი ადამიანი იყო, გამორჩეული ნიჭის და გაქანების და შესაძლებლობების. მარტო ის რა დღის, რომ დაახლოებით 200-მდე გამოგონების, დაპატენტებული გამოგონების ავტორია, რომელთა უმეტესობა არის, ასე ვთქვათ, დანერგილი და ჩაშვებულია სხვადასხვა წარმოებაში. იყო დეპუტატი 2012-16 წლის მოწვევის, იყო ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ძალიან აქტიურად, ასე ვთქვათ, იყო ჩართული საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესებში. თავარი და გამორჩეული, რაც მას ახასიათებდა დღევანდელ მოცემულობაში, არის ის და ყველაზე დიდ დამსახურებად, რა თქმა უნდა, ეს გამოგონებები, რა თქმა უნდა, ეს უნიშნელოვანესი მისი მოღვაწეობა 90-იან წლებიდან მოყოლებული, ის იყო ძალიან საინტერესო მეწარმე, ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, თავშივე 90-იანებში რომ ვერავის ვერ ეძახდნენ, ვთქვათ, მილიონერს, იმდენად ძლიერი წარმოებები ჰქონდა, მე ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა წინა ხელისუფლების დროს ტრადიციულად, ძალიან ბევრი რამ დაკარგა, მაგრამ იმდენად სულიერად მდგრადი ადამიანი იყო, იმდენად მოყვარული იყო თავისი ქვეყნის, რომ ერთი წუთი არაფერში არ წაუწუწუნია, ისეთ შრომობდა, ლექციებს კითხულობდა, წარმოებაში ჩართული იყო. ბოლო წუთამდე ჩვენ დეკემბერში ვიყავით ერთად ჩრდილოეთ კავკასიაში, გროზნოში და აი ესეთ საინტერესო დატვირთული
სხვათა შორის ხუმრობდით მერე რომ მოგვიწია გროზნოს ცენტრალურ ტელევიზიაში ერთად დებატებში, უბრალოდ დებატიც არ იყო, მე და თემური ვიყავით და წამყვანი გვისვოდა კითხვებს, ეხებოდა რა თქმა უნდა საქართველოს, ჩრდილოეთ კავკასიასთან, ჩეჩნეთთან ჩვენს ურთიერთობას და იქ ხუმრობდნენ რომ ძალიან დიდი ხანია, გამსახურდია იყო ბოლოს ტელევიზიაშიო და თემურს ძალიან ახარებდა ეს ამბავი და ძალიან შთამბეჭდავი იყო მისი გამოსვლა, ძალიან საინტერესო იყო, ვინც გვისმენდნენ და გველოდებოდნენ, ასე ვთქვათ, ძალიან გახარებულები იყვნენ, იცოდნენ მისი დონეც, შესაძლებლობაც, მაგრამ ნუ კიდევ იმ ყველაფერს გადააჭარბა. ეს ჩანაწერი არის და მე მინდა რომ ამ დღეებში ესეთი ჩანაწერები ძალიან საინტერესო გადაცემაში ვიყავით ჩვენ მოლდოვაში ერთად მიწვეულები და ესე წავიდა რომ აი ობიექტივზე რამოდენიმეჯერ მოგვიწია, ქართულ ტივიზეც ყოფილვართ ერთად, ჯორჯიან ტაიმსზე, სხვა ტელევიზიებშიც, მოკლედ ერთად ძალიან ხშირად გვიწევდა და იმდენად შემავსებელი იყო, იმდენად მოყვებოდა, იმდენად ესეთი ნათელი გონების ადამიანი იყო და ისეთ კარგად დაიჭერდა ხოლმე, ასე ვთქვათ, რაღაცა თემას და სიღრმეებში მიყვებოდა. რატო აქვს ახლა ამას კიდევ განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალიან ბევრი ადამიანი მის გარდაცვალებას თან დააყოლებს, რომ ეს საქართველოს დააკლდა, იმიტომ რომ თემური არის ის ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო აბსოლუტურად რეალურად და რაციონალურად შეფასება ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის და შესაძლებლობების. ჩვენს, ასე ვთქვათ, მეზობლებთან, ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ეს ყველაფერი გავლილი ქონდა და მწყობრად ჩამოყალიბებული შეხედულებები და იდეები. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იცით, როდესაც თქვათ გეუნებიან რომ აი ევროკავშირში შევიდეთ და მეტი არაფერზე არ მელაპარაკო, არა კითხვები არ დამისვა, იქ რო შევალთ ყველაფერი კარგად იქნება, ხო? და თქვენგან არ გავიგო რაღაცა რუსეთი ან ჩინეთზე არ ილაპარაკოთ და ეს თემები არ არის ესე ვთქვათ გასაჟღერებელი, ხო? თემურმა იცოდა ძალიან დაალაგებულად, ძალიან ლოგიკურად, პროფესიონალურად ახსნა იმისი რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპასთან ურთიერთობა, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკასთან, რა მნიშვნელობა აქვს რუსეთთან ამ ურთიერთობების აწყობას, დაალაგებას და ნორმალური მიმართულებით გაშვებას, რა ფაქტორია ჩინეთი, თავიდან ბოლომდე ის, რაც დღევანდელ სიტუაციაში სრულიად რაციონალურად, სრულიად დაალაგებულად, აი სრული გაგებით იმისი, რომ რა სივრცეში ხარ, რა არის შენი, ასე ვთქვათ, ბუნებრივი სივრცე, ტრადიციული სივრცე, მიმართულება, სად რა, როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს, ესე ეკონომიკური თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით ისე ლამაზად შეერთებდა ხოლმე ამ ყველაფერს და ისეთი დამაჯერებელი იყო და ისეთ არგუმენტებს მოიყვანდა, რომ მაშინვე, ასე ვთქვათ, გააჩუმებდა თავის ოპონენტს. ესაც პოლიტიკას და ეკონომიკას არ მინდა რომ ძალიან სიღრმეებში შევიდე, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი აი ამ საინჟინრო ეკონომიკური ხედვის, ესე ინჟინრული ტვინი, რისი დეფიციტით საქართველოში სამწუხაროდ არის, იგრძნობა ეს ყველაფერი, ჩვენ კარგავთ აი ესეთ ხალხს, ვისაც შეუძლია გამოგონება, ვისაც ვთქვათ ტექნოლოგიებზე წტომა აქვს. ჩვენ სამივე ერთად, მე, ალექსანდრე და თემური გვაქვს დავალებული და ვართ, ასე ვთქვათ, რობოტიზაცია, ავტომატიზაციის და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი ალექსანდრია და მე და თემური ვიყავით, ასე ვთქვათ, თანახელმძღვანელები ამ პროცესში. ეს იყო თავიდან ბოლომდე თემურის ინიციატივა, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულიყო ტექნიკურ უნივერსიტეტში. მოკლედ, აი ესეთი შემოქმედებითი ადამიანი იყო. ერთი წუთი არ ისვენებდა. აი წარმოიდგინეთ, თქვენ და იცოდა რა მძიმე იყო ეს სცენი, ჭირდა შეიძლება მოძრაობა, მაგრამ გეუბნებით რამოდენიმე თვის წინ ჩვენ ვიყავით ჩეჩნეთში. იყო ჩასული ჩინეთში და თეგეტას ერთ-ერთ წარმოებას, ახალ წარმოებას, საბურავების გადამუშავებას, ამ წარმოებას ინჟინრულად, ეკონომიკურად უმუშავებდა, მათთან ერთად იყო წასული. ესე იგი, ებრძოდა ამ ვერაგ დაავადებას და მაინც იყო, ესე ვთქვათ, შემართული და ვერ აცნობიერებდა, რომ რაღაცა საქმე იცოდა, რომ ძიმესენით იყო შეპყრობილი, მაგრამ მელაპარაკებოდა არჩევნებზე, მელაპარაკებოდა ამ ხვალდაზე რა ტენდენციები იქნება, როგორ არის
საჭირო მოძრაობა, რომ მზად არის თვითონაც, აი ადამიანი, რომელსაც ერთხელ არ დაუწუწუნია, რომ არის მძიმედ, აი ესე ოპტიმისტურად იყო აწყობილი და განწყობილი და მართლა ძალიან გული გვტკივა, რომ ესეთი ადამიანი დააკლდა სამეგობროს, ოჯახს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში და ქვეყანას, იმიტომ რომ ქვეყანაში სამწუხაროდ ნაკლებად არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებელი პროფესიული აზრი ჩამოაყალიბონ, იბრძოლონ იდეისთვის და არ მოერიდონ არაფერს, ზოგს გონია დღეს სამწუხაროდ ჩვენთან მეფობს კონფორმიზმი, მეფობს რაღაც მლიქვნელობა, მორგება რაღაცა გარკვეულ სიტუაციებს, ეს თემურისთვის აბსოლუტურად უცხო იყო და ხო გეუბნებთ, აი არაფერს არ თაკილობდა, იძახდა ხოლმე რომ მე ვარ ინჟინერი, აი მითი რა ქვია, კლუჩით დავდივარ და იცოდა სად უნდა მოეჭირა ეს უყოლაფერი. ხანჩებიანი პროფესორი, რომელსაც შეეძლო იმ წარმოებაში დილით ლექცია წაეკითხა, შუადღისას პარლამენტში მზდარიყო და საღამოთი კიდევ ხანჩები მოეჭირა რომელიღაცა დაზგისთვის, რომელიც რაღაცას უშვებდა. რაღაც რო გინდოდა გეკითხა რომ აი თემურ ეს ეს დაზგა სად არის, ეს რას გამოუშვებს, ეს ამხელა ამოცულობა, როგორ ანაირად ნახევრად დილეტანტურად თქვათ ჩემი მხრიდან, რომ მაინტერესებს ეს რისი შემქმნელია, აბსოლუტურად ყველაფერზე ქონდა პასუხი და აბსოლუტურად ყველაფერში ქონდა ხედვა. მე იცით არ იყო თემური ისეთი ასაკის, მე მგონი 66 წლის 59-იანი იყო, მე 77-ში იყო. და ხო არის რომ ნუ ვიღაცა მიუახლოვდა ამ 60 წელს გადაცილდა 70-ს მიუკაკუნა უჭირს უკვე რაღაც ადაპტირება და აბსოლუტურად აი ახალგაზრდა კაცივით იყო თანამედროვე ყველაფერში დაწყებული იყო ყოფითი მომენტები დამთავრებული თუნდაც ტექნიკასთან მიმართებაში თუნდაც სიახლეებთან თუნდაც იმ ეკონომიკურ ეს თქვა იდეოლოგიასთან ინფორმაციასთან ეს არის კიდევ უფრო მეტად გულსატკენი რომ ესეთი ადამიანები მიდიან და ვერ დაიხარჯა ბოლომდე ეს არის ის თქვა ყველაზე გულდასაწყვეტი რომ ადამიანს აქვს ცოდნა ადამიანს აქვს შესაძლებლობა ადამიანს აქვს იდეები და აი ამ ვერაგი დაავადების გამო მან ვერ განახორციელა ძალიან ბევრი რამ რისი გაკეთებაც უნდოდა ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია მე ის კიდევ ერთხელ ოჯახს უსამძიმნებ ყველა მეგობარს და ვიცი რა ნათელში იყოს მისი სული რა თქმა უნდა მართლაც განუმეორებელი ესე თქვა კვალი დატოვა ნებისმიერ ადამიანში ვისაც მასთან ქონია კონტაქტი და ურთიერთობა და მე სხვათა შორის გამაცნობ თემური ერთ-ერთ ღონისძიებაზე ბოლნისის დეპუტატი იყო და იმ პერიოდში ქალბატონი დარეჯან ჭყიტიანი ჩემი მეგობარი და მითხრა რომ აი ახლა ისეთი ადამიანი უნდა გაგაცნო რომელიც აი შენთან ვიცი რომ პროფესიული კუთხითაც და ისეთაც ადამიანური იმით მოგეწონებაო და იქიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ბოლო ეს 10-12 წელია მანამდე ჩვეულებრივად ვიცნობდით ახლა საქართველოში თემური მიცოდა თქვა გოჩა ვინ არის და გოჩა მიცოდა თემური ვინ იყო მაგრამ აი ძალიან ახლო ურთიერთობა ძალიან ესე თქვა თანხვედრა და მე ორივეს გვიხაროდა რომ ტელევიზიაში დააწყვილებდნენ ხოლმე და რომ დასრულდა ერთხელ მახსოვს ობიექტივზე ძალიან კარგი გადაცემა იყო და რაღაცა ეს მერვე სტუდიას რო ეძახდნენ რომ დასრულდა დასრულებული არ იყო ჯერ და ის წამყვანებმა გთხოვეს რომ ბატონო თემურ ბატონო გოჩა იქნებ შემდეგი აი თქვენ არ გვინდა რომ დაგაცილოთ ამ სიტუაციაში იმიტომ რომ ძალიან ზომიერი ძალიან არანაირი არავიზე არ გადავიდოდა რაღაც არც ინდივიდუალური არაფერი ესეთი არ შეურაცხყოფას არავის არ მიეყენებდა მაგრამ ზუსტად აი რო იტყვიან წერტილებში იცოდა თემატურად დარტყმა ახსნა მიმართულების მიცემა და ჩვენება დღეს ხო რეალურად პრობლემაა და დეფიციტია ის რომ ჩვენ არ გვაქვს ჩამოყალიბებული ესე ვთქვათ აზრი არ გვაქვს სხვას არ აქვს ამიტომში არც მე არ არის ჩამოყალიბებული აზრი და რაღაცა არ მოგწონს რაღაცას აკრიტიკებ
და თან რო გეკითხებიან მე ნუ აბა შენ რა აი მაგალითად ეს ერთ-ერთი გამორჩეულად მტერი იყო ამ ლიბერალური ეკონომიკური იმიტომ რომ დღევანდელ სიტუაციაში როცა მთელი მსოფლიო გადავიდა მართვაზე, დაგეგმვაზე, გააზრებაზე, პროტექციონიზმზე, სტიმულირებაზე პროცესის ყველა ინსტიტუციური წესის დამუშავებაზე და ამას ჩვენ ვქადაგებთ ასე ვთქვათ ყველა მიმართულებით ხო და ამ დროს შენი ოპონენტი რომელიც ვთქვათ ამ ლიბერალური მას ბოდიში ამ ჟარგონზე დააწვება ეკითხები ახლა ნუ კაი ვთქვათ ეს პროცესი მიუშვი ეს პროცესი გაანთავისუფლე ყველაფრიდან მე რა არ ჩაერიე მე რა არაფერი არ ჩაერიო და ეს თვითონ დაალაგებს ამ სიტუაციას ბჭო ჩემ ქვეყანაში რო არ ალაგებს აგერ ფასების თემამაც აჩვენა ხო გამოვიდა რომ მოვინდომეთ ჩარევა ფასების ესე ვთქვათ ადმინისტრირება მაგრამ ეს მოკლე ჩართვით ესი არ კეთდება ეს არის კომპლექსური თემა სადაც სახელმწიფოს ადმინისტრირება და მართვა ჭირდება ამ მოთხოვნა მიწოდებამ როგორც დაალაგა ჩვენს ქვეყანაში ეს დავინახეთ ყველაფერი ახლა ეს რომ საერთო წესი იყოს ნებისმიერ ქვეყანაში მსოფლიოსი და ანგარიშს უწევდნენ ყველა ერთმანეთს ეს სხვა ამბავია მაგრამ როდესაც შენი მეზობელი ქვეყანა სხვა თამაშის წესებით მუშაობს როდესაც მეორე მეზობელს ისი აქვს ჩამოყალიბებული ვაჭრობის თუ ლოჯისტიკის და სხვა პლუსები და მინუსები და შენ ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ ხას მიყვები და დამანგრეველი ხდება შენთვის აღარანაირი მიმზიდველი არ ხდება აი რეგულაციები არ იყოს და მიმზიდველი ვიქნებით რა არის მიმზიდველი გაურკვევლობა არასოდეს არ არის მიმზიდველი და ჩვენ ხშირად ახლა იგივე სოფსმეურნეობის საკითხებზე რო ვლაპარაკობდით ხო აი თავიდან ბოლომდე ვცდილობდით როდის რა ეტაპზე რა საფეხური რა პრიორიტეტი როგორ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო რა სტიმულირება ჭირდება ამას უყოლაფერს და ერთხელ მახსოვს გადაცემაში იმაზეც კი ვილაპარაკეთ რომ თუ ენერგეტიკაში გვინდა ინვესტიციები და ენერგეტიკა დავალაგეთ დავთვალეთ კვოტირებული გავხადეთ მზის ენერგია ჰიდროენერგია ფასი დავადგინეთ და ფაქტიურად ინვესტორს ვეძახით გარანტირებულად ხო ამ სიტუაციაში რა დააშავა სოფლის მეურნეობამ თუ ევროპა ესეთივე პრინციპით მუშაობს და იქ ფერმერი რო შრომობს იმას ზუსტად იცის რო შრომობს იმისთვის რომ ანაზღაურებას მიიღებს და აქ ფერმერს ვამუშავებთ და ვეუბნებით რომ რა ვიცი ახლა ჩვენმა მეზობლებმა თუ შენზე უფრო იაფად და კარგად გააკეთეს და იმან შეიძლება იმათ შემოვიდეს და შენ სახში დაგჭეს ეს პროდუქცია ეუბნები რომ იცი რა ის დემპინგური ფასით და მე რა ვიცი ახლა იმას დემპინგური ფასი აქვს რომ კი მე კანონი მიიღებული მაქვს და ანტიდემპინგური კანონმდებლობა გვაქვს ჩვენ მე ამუშავე ეს კანონმდებლობა აი ესეთ რაღაცეებში თემურის ქონდა ისეთი სხარტი ესე ვთქვათ მოქმედება და მოძრაობა რომ ზუსტად გეტყოდა აქედან დაიწყებდა და ზუსტად გაგიყვანდა ბოლოში სხვა შორის წეგან ჩვენ პანაშვიძე ვიყავით და მეუღლემ მითხრა რომ ბოლოს უჭირდაო საუბარიო მე დაახლოებით 10 დღეა ვერ საუბრობდა უკვე ბოლოს და აი ძლივსო მოისმინაო უყურავ და გაგვაგებინაო წინა შაბათს იყო იმედზე დებატები და მოისმინა და ძალიან მოეწონა იმიტომ რომ ძალიან ისეთი დებატები გამოგვივიდა მინისტრთან კონსტრუქციულიც რაღაც შენიშვნებიც იმ გარკვეული ასე ვთქვათ პრეტენზიებიც არის მიკერძოებული კაცი საკმაოდ ხო იქ პრაგმატულად არჩევდა საქმეს აუხსენით რა მასშტაბი აქვს ასე ვთქვათ აგრარულ პოლიტიკას რომ იქ არ შეიძლება ვიწრო იმაში და მე ვიცოდი რომ თემური ზუსტად დაიჭერდა ის მომენტებს და ძალიან მესიამოვნო რომ მეუღლემ მითხრა რომ აი ვერ ლაპარაკობ და უნდოდაო შენთან დალაპარაკებაო მაგრამ ნახაო და მითხრა რომ ძალიან კარგად ზუსტად იმ წერტილებში დაანახა საზოგადოებას ეს როგორი მომენტია იცით აი რატოა ალექსანდრე გულდასაწყვეტე ეს ყველაფერი რომ დღევანდელ დღეს ადამიანები ვინც ფიქრობენ კაპიტალის მოხვეჭაზე ეს არის ერთი ხალხი და ამათ ქვეყნის და ერის და ხვალინდელი დღის მომავალი არაწუხებთ მაგრამ თემური იყო ის ადამიანი რომელიც ფიქრობდა როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში ყველა ადამიანმა მიიღოს თავისი შესაძლებლობა განვითარების აი როდესაც რაღაცა პროგრამას ვაკეთებ თუ ამბობდა ყველა ადამიანმა თავის თავი უნდა დაინახოს რატო გამახსენდა ეს ახალი აგრარული
პროგრამები და რაღაც, იმიტომ რომ იქ უკვე მე რამოდენიმე ეთერში ვიყავი და ყველგან ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიცი რა, ეს უფრო გამსხვილდა, მსხვილებისთვის გაკეთდა კიდე უფრო მეტი ადამიანი. აქამდეც ხო იძახდნენ, რომ ჩვენამდე არ მოვიდაო. ეხლა კიდე უფრო მეტი დაშორებაა. აი ესეთ რაღაცის დაშვება არ უნდა. თემურს და მთელი მისი ესე თქვა ხედვა ეკონომიკური განვითარების და მთელი ეს პროგრამული და ძალიან აი მართლა გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ დეკემბერში ვიყავით შეკრებაზე. ახალ წლის წინ შევიკრიბეთ მეგობრები და იქ იყვნენ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი. ხო და იქ ყველამ თქვით, რომ აი მოდი ახალი წლიდან იქნებ გავაკეთოთ გარკვეული ესე თქვა ჩვენი პროფესიული ხედვიდან პლატფორმა, იქ ირაკლი გოგავამ, სოსო მანჯავიძემ, სხვებმა თქვეს, რომ ხო ჩვენ აი ამ თემაზე გავაკეთოთ, ამ თემაზე თემურმა პირველად. არა, პირველიო მე გამოვიტანო, გეგონება გული უგრძნობდა, მაგრამ მაინც ვერ მოასწრო. აი ეს რაღაც რამოდენიმე თვეში ეკონომიკურ პროგრამას დავამუშავებ. მე პოლიტოლოგები ჩაერთეთ, მე გოჩამ რაღაც რეგიონული განვითარება ან აგრარული პოლიტიკა გამოიტანოს, რომ აი რაღაცნაირად ჩამოყალიბდეს ერთიანი მწყობრი ხედვა ამ სოფლიო ახალი მოცემულობის. კაპიტალიზმი კრიზისშია, რეალურად მძიმე კრიზისშია. უბრალოდ მასზე უკეთესი ვერავინ ვერ მოიგონა, მას ხორცი შეასხეს რეალურად იმ ადამიანებმა, ვისაც ეს კაპიტალი უნდა ეგროვებინა თავის დროზე და ეს სულს ბერავენ ამ ყველაფერს. სტალინის სოციალიზმი, სტალინის გარდაცვალების შემდეგ სამწუხაროდ დამარცხდა, იმიტომ რომ ალბათ ამ პიროვნებაზე იყო თავიდან ბოლომდე ყველაფერი დამოკიდებული, მის ხედვაზე, მის ზრუნვაზე, ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე და ადამიანებზე და შემდგომში ამან მიიღო ძალიან მახინჯი სახე, იმიტომ რომ მახინჯი პიროვნება მოვიდა ხელისუფლებაში ხრუშოვის სახით, აბსოლუტურად გონება შეზღუდული ადამიანი თავის რაღაცა ექსტრავაგანტური, სულელური იდეებით და ეს ხაზიც ჩამოიშალა. ჩამოიშალა და სიმძიმე რა არის, იცით, როდესაც ეს სოციალიზმი ჩამოიშალა, კაპიტალიზმმა მიიღო კიდე უფრო მძიმე სახე. და სხვა შორის იმ დღეს გადაცემაში გრიშაუნიანმა თქვა, წაიკითხა პირდაპირ, რომ სტალინმა პირველმა თქვა, რომ ეს კაპიტალიზმიო ბოლოს მივა იქამდეო, რომ ოლიგარქია იქნება ძალიან დიდიო და დიდი კონცერნები დაიწყებენ ქვეყნების მართვასო და მანდამდე მივალთო, მაგრამ მე დაიწყება დიდი კრიზისიო და ფაქტიურად ჩვენ ამ ფაზაში ვართ ეხლა შესული. და ეს კრიზისი რომ განმუხტონ, უკვე წავიდა თემ სოფლიოში ერთმანეთთან რესურსებზე ბრძოლა. თემურმა ძალიან კარგად იცოდა ზუსტად ახლო აღმოსავლეთის თემატიკა, ირანი და თურქეთის ფაქტორს ძალიან კარგად სწავლობდა, ძალიან ზედმიწევნით სიღრმეში იყო შესული რუსეთის და ჩინეთის თემაშიც, ევროკავშირი, როდესაც ეს DCFTA-ის ხელი მოეწერა, მაშინ თემური იყო ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აქტიური იყო. ჩვენ ხშირად ერთად გაგვირჩევია თემები, როდესაც ამ ეგრეთ წოდებულ ღრმა და ყოვლისმომცველ ეკონომიკურ შეთანხმებაში იყო ძალიან ბევრი ისეთი პუნქტი, რომელიც ჩვენ არ მოგცემდა საშუალებას განვითარების და მაშინ ვერ საუბრობდით ესეთ საკითხებზე, თუმცა იყო რაღაცა ესეთი ტაბუ დადებული, რომ ამაზე არ შეიძლება ვილაპარაკო. თავარია რომ დოკუმენტი შედგეს და მე ეს ყველაფერი მიგვიყვანს რაღაც განსაკუთრებულ სიკეთემდე, ხო? მოკლედ დღეს სოფლიო იცვლება, ეკონომიკურ პოლიტიკას ჭირდება გადაწყობა, ზუსტად ჩვენნაირ ქვეყნებს რა რესურსი აქვს, რა შესაძლებლობა აქვს, აი მე ხვალე უნდა ჩავერთო ერევანთან ერთ-ერთ ეს თქვა საკონფერენციო თემაში, რომელიც ეხება ეგრეთ წოდებულ შუა კორიდორს და აქ ძირითადი მომენტი რა არის, იცით, რომ ეს შუა კორიდორი ჩვენთვის არის შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების. თუ ეს არის პირიქით დაპირისპირების ახალი, ესე ვთქვათ, გამოწვევა. აი ჩვენ უნდა ავმაღლდეთ იმაზე მეტად, რამდენადაც შეგვიძლია ეს სამი რესპუბლიკა, აქ უნდა იყოს აუცილებლად ძალიან გაწონასწორებული, დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დაუახლოვოთ ერთმანეთს გარკვეული პოზიციები და ეს შუა კორიდორი შეიძლება აღმოჩნდეს საწყისი თემა ეკონომიკური ინტეგრაციის, იმიტომ რომ
პატარ-პატარა დაყოფილი გიორგი სააკაძის პაატას იმისი არ იყოს. არაფერს არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკა, არაფერს არ წარმოადგენს სომხეთის ეკონომიკა, გასაგებია აზერბაიჯანს რესურსი აქვს, მაგრამ მასაც ჭირდება აქ მდგრადობა და პარტნიორობა. მოკლედ, კარგად მოსაფიქრებელია სამხრეთ კავკასიაში მომავალი და ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები კი არა ვართ ეს სამი რესპუბლიკა. ფაქტიურად უნდა გავხდეთ ერთიანი რაღაცა ესეთი საინტერესო პლატფორმის შემქმნელი და სამომავლოდ განვითარების რეჟიმისკენ მიმავალი ესე თქვა ქვეყნები. ამის გარეშე უბრალოდ დღეს ჩვენ გვეთამაშებიან, ხან ჩვენა ვართ ევროკავშირის ესე თქვა დემოკრატიის შუქურა, ხან სომხეთი გახდება, ხან აზერბაიჯანს ჩაიყვანენ იქ და მადლობას მოუხდიან, რომ არის ესე თქვა ენერგომატარებლების ძლიერი ქვეყანა და ამ ემაში რა ქვია ერთ წრეზე ტრიალი ძალიან ძიმეა. ამიტომ თვითონ აი ახლა ამას რასაც ყვები მე ყველაფერზე თემურს დააზრებს და ჩვენ საუბრებს ვაჟღერებ ფაქტიურად რომ ჩვენ გვჭირდება ძალიან პრაგმატული ჩაჭიდებული პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობების კვლევა, ჩვენთვის შესაძლებლობაა შუა კორიდორი, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ისეთი მოდელი, რომელიც მხოლოდ განვითარებაზე იქნება. კი, ჩვენ ანაკლის პორტის მშენებლობა, როგორც ამბობენ, დაწყებულია და მიდის ამას ძალიან გონივრულად უნდა ამ პროცესს მართვა. რკინიგზა ეხლა რაღაც ანგარიშებს აკეთებს ახალ და რაღაც ახალ სტრატეგიას აყალიბებს და ხვდებიან რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტული აუცილებლად ამ პროცესში. იმიტომ რომ თუ შენ ჩამორჩები გარკვეულ კონკურენციაში, ხო და ალტერნატიული გზა გამოჩნდება, ვიღაცას პრეტენზია გაუჩნდება და ამ დროს ჩვენ ვართ მართლაც შუადერეფანი, ჩვენ ვართ მართლაც გული ამ პროცესის. ამიტომ აქ რაღაცა გაურკვევლობას, რაღაცა ისეთს რომ აი ჩვენ რაღაც ისედაც შეცდომებია დაშვებული, როცა ფოთის სპორტი უცხოელებს მიცეს, ბათუმის სპორტი არ იმართება ქართული მხრიდან, ეხლა რკინიგზაშია ძალიან ბევრი შეცდომა დაშვებული, საავტომობილო ისეთი ტემპით არ არის და რაც სასურველია, მოკლედ ბევრია სამუშაო, მაგრამ საით მივყავს იცი საუბარი, რომ შესაძლებლობების სწორედ გამოყენება შენი მეზობლების, შენი პარტნიორების, ამ ურთიერთობების სწორედ დალაგება ეს იყო თემურისთვის ამოსავალი. ზუსტად იცოდა ირანთან სად როგორ ანაერად რა დონეზე შეიძლებოდა თანამშრომლობა, რა პერსპექტივა იყო, ზუსტად იცოდა რუსეთის ფაქტორის მნიშვნელობა, ჩინეთთან რა და როგორ უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა ევროკავშირის და ამ ქვეყნების ფასი, თუმცა თვითონ ევროკავშირის სტრუქტურას და აი ამ ბიუროკრატიას ცოტა კრიტიკულად უყურებდა და რა თქმა უნდა მართალი იყო ამაში და ჩვენ ფიქრობდით და სულ საუბრობდით რომ ჩვენ მოგვიწევს ესე ვთქვათ ინდივიდუალურად გერმანიასთან უნდა ვიცოდეთ რა როგორ და რანაირად გვინდა ესპანეთი არის იქ თუ საფრანგეთია თუ სხვა დიდი ქვეყნები, მაგრამ რაღაცა ბიუროკრატიის იმას ქვია ჯადო არ უნდა გვმართავდეს ჩვენო დღეს ეს აქ დაჯექი ხვალე ესა თქვი ეს არა თქვა ახლა ისე მოიქეცი. არა, ჩვენ კარგი მაგალითებიც გვაქვს და ძალიან დასაბუთებულად მოყავდა ხოლმე, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის მაგალითები, სადაც ძალიან ბევრი რამ დაკარგა, სახე დაკარგა ძალიან ბევრმა ქვეყანამ და იქ არის შეიძლება რაღაცა დონის კეთილდღეობა და დაცულობა სოციალური აქვს, მაგრამ განვითარების პერსპექტივა ნაკლებად. აი, განვითარების თვალსაზრისით რისი კეთება შეგვიძლია, რა რესურსი გვაქვს, რა რესურსების მოზიდვა შეიძლება, როგორ შეიძლება ამის აწყობა და კიდევ ერთხელ აი ამ შუა კორიდორის, რომელიც არის ესე ვთქვათ გარკვეული სასტარტო პლუსი, დღეს ხო ხშირად საუბრობთ გეოეკონომიკა და გეოპოლიტიკა. რატო გახდა ეს ფაქტიურად ერთი? იმიტომ რომ არანაირი გეოპოლიტიკა გეოეკონომიკის გარეშე არ არის, გეოგრაფიის გარეშე ფაქტიურად არ არის. აი ახალი მსოფლიო აი ამ გეოგრაფიულ გადანაწილებაზეც საუბრობს, ხო? ამერიკაა თქვა, რომ მე ამ ნახევარსფეროში ვარო და იქით არაფერი არ მესაქმეო. მართალია შეიძლება სიტყვებით თქვა ამ ეტაპზე, მაგრამ ეს გეოგრაფიული მომენტები და გეოგრაფიული არეალები ამას აქვს ახალ მსოფლიო მოცემულობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ ძალიან გული გვწყდება, როგორც
რა თქმა უნდა მეგობრის და ადამიანის გარდაცვალება, მაგრამ ისეთი ადამიანის გარდაცვალება, რომელზეც აი რაღაცაზე რო ფიქრობ და გინდა რომ კიდე უფრო სიღრმეში შეხვიდე და რომ აიღებ ტელეფონს და დაურეკავ. მე სულ რამოდენიმე ადამიანი მყავს ესეთი და მათ შორის თემური იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც აიღებ ტელეფონს და დაურეკავ და ეთქვი, ვიცი რა, მე ფიქრობ აი ამას და აი ამის შემდეგ შენი ხედვა მაინტერესებს და ხო არის ამ ადამიანების უმეტესობამ იცის მოკლე ჩართვით ფიქრი, აი აქედან აქამდე ხედავს. ამას შეეძლო დაინახა ბოლო წერტილშიც, აი რასაც ფიქრობდი შენ და ვისთვისაც მოიფიქრე ეს იდეა, ხო, წამოყვებოდა ბოლოში და ბოლოს სურათსაც დაგანახებდა. ეს არის ალბათ ყველაზე მუდმივად ზუსტად თქვი. ჩემი გაცნობაც ძალიან საოცრად დაიწყო. ჩემი გადაცემების ციკლი მეყავდა ტელევიზიაში მაშინ და ერთ-ერთი გადაცემის შემდეგ დამირეკა ადამიანმა. და ამას თამურმა ახლა გაგონილი მქონდა, მაგრამ ასე ახლოს არ ვიცნობდი ნამდვილად. მე აი თქვენ გადაცემას უყურეო და გამიჩნდა გარკვეული კითხვებიო და ხო შეიძლება შევხვდეთ თუ რა გავისაუბროთ. ეგ იმდენად მაძიებელი სულის პატრონი და თანამავდროულად იცით რა არის? ადამიანი, როდესაც არის გარდა იმისა, რომ სუპერპროფესიონალია, განახლა ბოლო-ბოლო ავიაინჟინერი იყო და ეს უზუსტესი და შეიძლება ითქვას სიკვდილის სიცოცხლის ფაქტორების მატარებელი პროფესია, რომელშიც აი შეიძლება მინიმალური შესწომაც კი ფატალური შედეგებით, ასე ვთქვათ, დასრულდეს, ხო? და როდესაც ესეთი უზუსტეს ზემეცნიერულ, ასე ვთქვათ, ასპექტებში მუშაობდა, ადამიანი დაინტერესდა. რა თქმა უნდა, ჩემი ფორმატი იყო სოფელი, ტრადიცია, თანაცხოვრება, ერთ სიტყვით რო ვთქვათ, სოციალური დიზაინი. და ისე დაემთხვა, მაშინ რაღაცა პროექტზე ვმუშაობდი და ის შუალედები მიჩნდებოდა ფანჯრების და უარი ნამდვილად ვერ ვთხარი და სასწრაფო წესით მოვიდა ჩემთან პირდაპირ წარმოებაში. მე ვთქვი, აი წარმოებაში მაინც არა, მე წარმოების კაციო და პირიქით ეს უფრო მომწონსო რა და ესე მივიღე რა, აქეთ ხარ დაზგებია ჩართული რაღაცა მუშაობს ეს და ჩემთან პატარა კაბინეტში შევედით, ვისაუბრეთ და პროექტს რო უყვებოდით, თან ბოდიში მოუხადე საათზე ვიყურებოდი და 6 საათზე ისე უნდა მივსულიყავი ობიექტზე რაღაცას ვამონტაჟებდით რა და გარდა იმისა, რომ საერთოდ დაათვალიერა ეს ჩემი რობოტები, ლაზერები, რაღაცა იმდენად ახლა ხო შევატყე რომ ადამიანი როგორ აი მრავალმხრივარი განვითარებული კაცია, რომელსაც ტექნიკურ ნაწილებში კითხვები დამისვა და მივხვდი რომ ჩემებურია და ჩემნაირია. და მე როდესაც პროექტზე ვესაუბრე თავისი დეტალებით, მახსოვს რომ გამოვედით გარეთ, ბოდიში მოუხადე მეთქი მაგვიანდება, ახლა უხერხულად ვიგზიანი თავი და იცი რაო ალექსანდრეო. მე რო შენ მოგისმენეო, იმ კითხვებზეც კი პასუხი მივიღე, რა კითხვებიც კი დასმული არ მქონდაო და ჩემთვის აი პირველად გავიგე, როგორ იყო თავმოყრილი ადამიანში უამბიციობა, ანუ მე ვამბობ ესეთი უსაფუძვლო ამბიციურობა რო აქვს ადამიანებს, აი ყველაფერი რო იციან, ამ დროს რამდენი რამე იცოდა. პროფესიონალიზმი და ალბათ ერთ-ერთი მთავარი მდგენელი რაც აემას, სიბზნეს აძლევს და ადამიანს ღირსშესანიშნავს ხდის, ეს იყო სინდისი. დამეთანხმები, სინდისი ეს მისი, როგორ ვთქვათ, აი კამერტონი იყო, რაზეც შეიძლებოდა მერე გასწორებულიყო ყველაფერი და რა ვქნა, ერთ-ერთი მთავარი ჩემი ალბათ სისუსტე ეს იყო მისი პუნქტუალიზმი. შეხვედრა მქონდა ოფისში დაგეგმილი 11 საათზე, 11-ს 2 წუთი აკლდა, კაკუნი ისმოდა. შანსი არ იყო. რაღაც ქვეყანაც რო ინგრევოდა, ეხლა მოგეხსენებათ როგორ ურბანისტიკულ პრობლემებში ვარ, ცაცობები, რაც როგორ დაგეგმავდა, როგორ მოვიდოდა, მანქანა გაუჩერებია ხშირად. რო თუნდაც 15 წუთი არ დაევიანებინა და მეტროთი მოსულა ადამიანი, რომ აი რაღაც იქლა მე რატო უსვა, ვიცი ამ ადამიანის აი ესეთ თვისებებს, ჩემთვის აი ეს თვისება, როდესაც ფოკუსირებულია და თავმოყრილია მე ერთ ადამიანში, აი მაშინ ედება ფასი იმ ადამიანის აი როგორც შემდგარობას რა, რომელშიც აი ყველა ის მდგენელი აბსოლუტურად დაბალანსება, მისი საყვარელი სიტყვა იყო დაბალანსება, როდესაც აი ბალანსირებული იყო მის ცხოვრებაში, აი ყველა ეს მდგენელი. და რა თქმა უნდა, ამომწურავი ინფორმაციის მცოდნე ადამიანი, ჩემთვისაც აი ეხლა ვცდილობდი, როდესაც ეხლა ადამიანი ესე დატვირთულია, გადაცემები სამუნივერსიტეტში ასწავლის, ასეთ მომერიდებოდა და პირიქით მეტყოდა რომ შენ თუ რამე გაინტერესებს.
არ აქვს მნიშვნელობა შუაღამეა დამირეკე ეს თემა დავალაგოთ ხელა მეცხოვნია რაღაცა ტექნიკური ნაწილი რობოტებთან ურთიერთობა რაღაცა იქ პროგრამირების აი სრულყოფილი ადამიანი და რა თქმა უნდა მე ვერ დაუვიწყებ იმ დიციკეთეს რომელშიც აი ყოველთვის გვერდში მედგა იქ როდესაც აი ამ ხას ვაკეთებდით ან რაღაცა პროექტს ვაკეთებდით იგივე სასწავლო პროგრამაზე ვმუშაობდით იქ მაშინ გერმანელებთან რაღაცა პროგრამა ქონდა დასაწერი იქ რაღაცა შეხვედრის ორგანიზება იქ რაღაცა საკითხები იყო თუნდაც შინაურულ დონეზე რაღაცა ისეთი შიდა საკითხების მოწესრიგება და საუბარი აგე მერე ბოლოს რაღაც ინოვაციურ საკითხზე სამწუხაროდ არ დასწალდა თავის რაღაცა ინოვაციური პროექტი უნდა გაგვეხორციელებინა რომელიც ნამდვილად დიდ სიკეთესა და საქმეს მოიტანდა დღეს აი ზუსტად ჩემთვის ეს იყო რომ მივედით ძალიან დიდი სიყვარულით შეხვდა მისი მეუღლე ეს იყო მართლა საოცარი სტანდარტი სოქმრული სიყვარულის როდესაც მახსოვს ერთხელ ჩემთან შეხვედრაზე რომ მოვიდა ოფისში არც კი ვიცოდი რომ თურმე მეუღლე მანქანით გარეთ ელოდებოდა იმიტომ რომ მაშინ ქიმიოთერაპიას იკეთებდა რაღაცა და იმდენად უხერხულად ჩავდი მეთქი იქნებ არა აი ყველაფერი დაბალანსებული ქონდა მე გარეთ რო ჩავდოდი უცებ მეუღლეს დავინახავდი მანქანაში და ჩემთვის იცი რა არის აი ეს ერთმთლიანობაც ღმერთო რაც სიცოცხლის წლები დააკლდა მის ოჯახს ასე ვთქვათ ერთიათად გადაცემოდეს საუკეთესო შვილები ხლა მის გოგონას მარიამ შორი ახლოს ვიცნობდი შოთაზე მიყვებოდა დღეს მისი უფროსი ვაჟიც გავიცანი შესანიშნავი ადამიანები აი ყველაზე მთავარი ამ ადამიანის ალბათ ის რომ ეს ადამიანი ღირსეული წავიდა ჩემთვის უდროოდ და ალბათ ყველასათვისაც უდროოდ მაგრამ დატოვა ის ჯამთელი ფესვი რომელზედაც აგე იზრდება მისი მომავალი თაობა მისი შვილები საუკეთესო მეუღლე ადამიანმა რომელმაც დღეს როგორ თბილად მოგვეფერა და გითხრა რომ თქვენ გააგრძელებთ თემურის დაწყებულ საქმეს იმიტომ რომ თქვენ მას ძალიან უყვარდით თქვენზე ხშირად მესაუბრებოდა და ეს ერთიათად ჩემთვის ვალი მაქვს დადებული როიტვიან ასე თქვა ვალდებული ვარ მისი სულის წინაშე რომ ის ქართული საქმეს რასაც შენ აკეთებ შენი დაუღალავი შრომით რასაც მე ვცდილობ რომ გავაკეთო მოდი პირდაპირ ვთქვათ რა ჩვენ ფულს არ ვაკეთებთ იმიტომ კი არა ჩვენ ეს არ გვჭირდება შეიძლება დღეს ძალიანაც გვჭირდება ჩვენ ოჯახებს ეს ყველაფერი მაგრამ ვაკეთებთ პირველ რიგში იმ საქმეს რაც მე ვფიქრობ რომ დღეს ქვეყანას ჭირდება იმიტომ რომ ეს იმაზე მეტია ვიდრე ეს ოხერი ფული უბრალოდ დაზღვევა როგორც დაუშვათ შეიძლება დაზღვეული იყოს დღეს ნებისმიერი ადამიანი რომელსაც ჯვარი წერია რომ რამე დაავადება დაემართოს მე კი შეგითანხმდი რომ ამ გადაცემაში მაქსიმალურად ნეიტრალური ვიქნებოდი მაგრამ იცით ესეთი რამეც გამიგია ხანდახან რომ ცუდი იმიტომ უნდა გაიხსენო რომ მე მომავალში ადამიანებში ბოროტება არ განვითარდეს და არ გამრავლდესო შემეძლოს ცოტა ბოდიშის ვიხდი ცოტა უხეშადაც მეთქვა მაგრამ ნუ კონტექსტი ეს არის როდესაც ადამიანს პირველი ხველა იგრძნო და მივიდა კლინიკაში რა მნიშვნელობა აქვს რომელ კლინიკაში გასინჯეს ადამიანი ეს იყო პირველი სიმპტომი რომელიც იყო ძალიან პატარა ზომის როგორც მე დადგინდა და ჩაუთვალეს რომ ეს არაფერი არ იყო და ადამიანი წავიდა კიდე რამოდენჯერ არაფერი არ არისო და როდესაც უკვე ხერხემალზე გადაუვიდა და იქიდან მე ფილმზე გამოჩნდა რომელსაც სამწუხაროდ უდიდესი სეკეთა გაუკეთა ქართველმა ერმა დალოცოს ყველა ეს ადამიანი ვინც მონაწილეობა მიიღო ცდელობაში რომ გადააფრინეს გერმანიაში ამხელა ჩვენც ვიცით იქ ამხელა ხარჯებზე იყო საუბარი და მთელი საზოგადოება მის გვერდში იყო მე არ დამოვიწყდება რა თანაგზნობა და რა იმედი და რამდენი პოსტები იწერებოდა და ხალხი ქუჩაში მე რო გამოვიდა ხვდებოდა და ხელებს უკოცნიდა და ასე შემდეგ და ეს არის ფაქტი ცოცხალი ლეგენდა ადამიანი სამწუხაროდ ჩვენი ესეთი უგვანო ტრადიციაა როდესაც ადამიანი აღარ არის მე გვახსენდება მაგრამ ერთი რაც
ამ დეფიციტს ნამდვილად არ მექმნის ისი მომენტში, როცა ამ ადამიანს გაუჭირდა მართლა მთელი ის ჯამთელი საზოგადოება მის გვერდით იდგა და ეხმარებოდნენ ყველანაირად. მაგრამ თემას დაუბრუნდები, თავის დროზე რომ მეტი პროფესიონალიზმი ყოფილიყო გამოჩენილი ის, რაც ევალებათ, მე ყველაზე არ ვამბობ ამას, ძალიან ბევრი პატიოსანი და წესიერი ექიმია, მაგრამ პატიოსნებ ამ შემთხვევაში ხაზს გაუსვავ პროფესიონალიზმის გარეშეც ფუჭია. მარტო პატიოსნებაც არაფერს არ აკეთებს თუ იქ არ არის ეს სიმბიოზი, რაც დაემართა ამ ადამიანზე, ჩემთვის ეს არის დიდი გულის ტკივილი. ეხლა მე ამ კაცს ვეღარ გავაცოცხლებ და ვერც ვერავინ ვეღარ გააცოცხლებს, ალბათ მამაზეც იერის გარდა, მაგრამ დღეს გულდასაწყვეტია, რომ სანამ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლობს ქართულ გენში და ჯიშში წესიერება და წესიერი ხალხი, ვისაც შეუძლია ქვეყანაში ჯერ კიდევ ეს სიკეთე არ გააქროს, პირიქით ინკუბაცია გაუკეთოს, გაზარდოს და ქვეყანას მოახმაროს, მოდით ეს ხალხი სანამ ცოცხალია, ეს კაცი იყოს მაგალითი. ჩვენ დაგვანახა ცოტა ხნის წინ პატრიარქის ამბავმა, როგორ გააერთიანა ერი და სიმართლე და დიდი იმედი მქონდა, რომ ჩვენი ერი ამ მუხტს შეინარჩუნებდა და მინდა რომ შენარჩუნებული გქონდეთ ის გაერთიანების. ეს ამ ადამიანმაც თავისი სუფთა სიცოცხლით იცხოვრა, როგორც ანთებულმა სანთელმა, რა თქმა უნდა, მისი სული ჯერ კიდევ აქ არის, ტრიალებს და იმას თავისი საზრუნავი და თავის საფიქრებელი აქვს, მაგრამ ვიცი, რომ ყოველი თბილი სიტყვა დღეს მისთან, მის სულთან მიდის და ჩვენ მხედარად შეგვიძლია უნდა გავამხნევოთ მისი ოჯახი, მისი ოჯახის წევრები და ერთად შეგვიძლია გვერდში უნდა დაუდგეთ. ეს არის ჩემი ასე ვთქვათ დღევანდელი დღის ესეთი გულის ტკივილი, რომელიც დიდი ხანია მოუშვიშებელი არათმე პირადად ცხოვრებაში გამყვება და ძალიან გამიჭირდება თემურის გარეშე. კი ბატონო, კი, გვაქვს კიდევ 2 წუთი და მე ვიტყოდი, რომ იცით დღეს ყველაზე მეტად რაც მძიმეა ამ სიტუაციაში არის ის, რომ ადამიანმა თავისი ნიჭი, შესაძლებლობა, ცოდნა ვერ მოახმარა სათანადოდ ქვეყანას, ამაზე ფიქრობდა, ამაზე ზრუნავდა. ეს არ ნიშნავს, რომ თქვა თემურმა რაღაცა დააკლო პროცესი, ის ძალიან აქტიური იყო ყველგან, დაწყებული ის თქვა ქართულ სივრცეში, დამთავრებული რუსულად იყო გამოსასვლელი თუ ინგლისურად, მიუხედავად მისი ასაკის, რომ ვიღაცას შეიძლება გონია რომ თქვა უკვე ასაკოვან ადამიანებს თქვა არა ინგლისური და რუსული ზოგს დავიწყებული აქვს, აი უმაღლეს დონეზე შეეძლო ქართულის დონეზე ჩვენ გადაცემებში ყოფილვართ, სადაც მოგვიწია რუსულად საუბარი და ყოფილა კონფერენცია, სადაც ის ინგლისურად გამოსულა, ყველაზე მაღალი სტანდარტით და არა ისე როგორც ახლა ხანდახან სიცხვის ჭამთხოვნე ზოგიერთი დეპუტატი ან ზოგიერთი პიროვნებას გონია რომ იზენა იცის და რო ლაპარაკობს და რაღაც საოცარი სამარცხვინო რო გინდა რუსული იყოს და გინდა ინგლისური. სპეციფიკური ინგლისურითაც ახლა მე ტექნიკურად რომ მიწევდა შეხვედრა ტექნიკურადაც ინგლისურად. ძალიან მაღალ დონეზე იცოდა ეს ყველაფერი. ეს არის დიდი პასუხისგებლობა ქვეყნის წინაშე, საქმის წინაშე, აი ესეთი ადამიანი იყო და ეს არის გულდასაწყვეტი, რომ ის არ დააკლდა მხოლოდ ოჯახს და მეგობრების წრეს, ის დააკლდა ქვეყანას და კიდევ ბევრი შეეძლო თავისი ქვეყნისთვის გაეკეთებინა. ეს არის გულდასაწყვეტი. მე ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ შაბათს არის დაკრძალვა სიონის ტაძრიდან 2 საათზე და ყველა მის მეგობარს, ახლობელს, ნათესავს, გულშემატკივრას, რა თქმა უნდა, ყველა იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ თქვენი ეთერიდან გავაგებინებთ ამას ყველაფერს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნათელში იყოს მისი სული. ნათელში იყოს მისი სული. ერთმა აცხონოს და ვინ ცოცხლები დავრჩით, ალბათ სამუდამო ხსოვნით ჩვენ გულებში შევინახავთ მის ხსოვნას. თქვენ დიდი მადლობა ჩვენო ტელემაყურებლებო. თქვენ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ და ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო გაძლიერებული იყოს, უფრო და უფრო გაგრძელებული იყოს ჩვენი ასეთი ასაკოვანი თუ არა ასაკოვანი ადამიანების ცხოვრების ხარისხი, დიდხანს გვეცოცხლოს და ერთ ძლიერ ქვეყანაში
სამუდამო ხსოვნით შეგვესვას ყველა ისეთი ადამიანის ხსოვნა, რომელიც ამას იმსახურებს. კარგ ბრძანებოდეთ, ნახვამდის. ნახვამდის.